წინა ბლოკში რომელიც გამოქვეყნდა ამ 2 საათის წინ მე დამავიწყდა აღმენიშნა რომ ორ შაბათს დღეს შაბათია მოგეხსენებათ ანუ ორ დღეში პრეზიდენტი ზელენსკი ეწევა ვაშინგტონს ის 2 საათი ესაუბრა მანამდე პრეზიდენტ ტრამპს და უკვე შემდგომ შეუერთდნენ სატელეფონო საუბარს პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის მსოფლიოს სხვა ლიდერები პრეზიდენტი მაკრონი, კანცლერი მერცი, ფინეთის პრეზიდენტი სტუბი, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ამ პროცესში, პოლონეთის ახალი პრეზიდენტი ნავროსკი, ბრიტანეთის პრემიერი სტარმერი, ნატოს გენერალური მდივანი რუტე, ასევე რუბიო მონაწილეობდა და ის ცუდი კაცი მეთქი ესე რომ ამბობ ვიტკოფი და ასე შემდეგ. და ასე შემდეგ არა ესენი მონაწილეობდნენ ძალიან რთული პერიოდი ელის მოდი ვიყოთ გულახდილნი უკრაინას გარკვეული პერიოდი ახლა ტრამპი მოხიბლული არასწორი სიტყვა დარწმუნებული იმაში რომ რუსეთის დამარცხება შეუძლებელია წარმოუდგენელია და ეს ამოჩემება ეს აჩემება აქვს სწორედ და პუტინი ამ აჩემებებზე სწორედაც რომ თამაშობს და ეუბნება რა რომ მე ამის გაკეთება შემიძლია რომ იცოდე ამით არ მინდა ვთქვა რომ აფრთხობს მეთქი პრეზიდენტ ტრამპს მაგრამ კიდევ ერთხელ არწმუნებს რომ ის ანუ პრეზიდენტი ტრამპი თავის მოსაზრებებში პროფესორი რო ვიყო თავის აკვიატებებში მართალია იმაში რომ პატარა უკრაინას არ შეუძლია დაამარცხოს დიდი რუსეთი იმიტომ მათ შორის იმიტომ რომ პრეზიდენტ პუტინი უთუოდ გადაუკრავდა სიტყვას თემაზე რომ მე ვარ ბირთვული სახელმწიფო და ბირთვულ სახელმწიფოს აი მე გეტყვი როგორ შეუძლია ბომბის ჩამოგდება არათუ უკრაინაში არამედ შუაგულ ევროპაშიც კი და მე იქნება ვაი და უშველებელი და ამის გამკეთებელი არის თუ არ არის ამაზე არ ვილაპარაკოთ ახლა იმიტომ რომ ჩემი მოსაზრებით არის უკაცრავად ჩემი მოსაზრებით არ არის და ვიღაც მოსაზრებით არის მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა ეს შანტაჟის ენა კი პრეზიდენტ ტრამპზე როგორც ჩანს ჭრის და მართლაც ვაიდა რომ გაკეთებელი იყოს აი მე რომ ვწდებოდი და კიდე ბევრი ჩემნაირი ხო ამ შემთხვევაში მსოფლიო გაცილებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება ვიდრე არის ამიტომ ამის აღნიშვნაც აუცილებელი იყო იქ კიდევ არის რამდენიმე დეტალი რომელიც მე მავიწყდება პრესკონფერენციის დეტალი რომელიც არ უნდა გამართულიყო და გაიმართა პრესკონფერენცია რომელზეც 8 წუთი საუბრობდა პასუხებიც არც არის ამ კითხვა-პასუხი არც არის გამოსვლებია ხო 8 წუთი საუბრობს პუტინი და 3 წუთნახევარი საუბრობს ტრამპი და ასე შემდეგ იქ არის რაღაც დეტალები რომლებზეც რასაკვირველია ყურადღების გამახვილება ღირს მაგრამ ეს რა ხდება ხო მაგადანში ჩავიდა ამასობაში თეონა ცხობელიძე აღწელებს ამ კადრებს პრეზიდენტი პუტინი და მე გაგაზავს ესე ვიტყვი გაგაზავს მოსკოვისაკენ. ეხლა რა არის საინტერესო ჩვენს კონტექსტში და მე ამაზე ხაზგასმით მინდა ვისაუბრო, სწორედ ამ დაახლოებით 10 წუთიან ვიდეო ბლოგში, იმიტომ რომ მე საქმე მაქვს და ამიტომ დიხას არ შეგაწყენთ, კიდევ 7 წუთი უნდა გამიწვოთ. რა არის საინტერესო ჩვენს კონტექსტში? გაგიკვირდებათ და სულაც არ არის გასაკვირი, რომ პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ პუტინს შორის ყოველ შემთხვევაში რაც ცნობილია, იქიდან გამომდინარე არ უხსენებიათ კავკასიის რეგიონი. კავკასიის რეგიონი ზოგადად და მით უფრო არ უხსენებიათ საქართველოს ანალიტიკოსთა ერთი ნაწილის თქმით და აზრით, იმიტომ რომ საქართველოს და კავკასიის რეგიონი ზოგადად მეორე ხარისხოვანია უკრაინისთან დაკავშირებით შეიკრიბნენ ლიდერები და რა დროს კავკასიის რეგიონი იყო, მაგრამ გადაკვრითაც კი რომ არ თქმულა იმ ისტორიულ შეთანხმებაზე, რომელიც გაფრობდა ტრამპის მეოხებით და ძალისხმევით და პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის ინიციატივა იყო ხო მათი მცდელობები რომ ამგვარ შეთანხმებამდე მისულიყვნენ სომხეთი და აზერბაიჯანი დიდი იყო მოკლედ იმ შეთანხმებასთან დაკავშირებით რომელიც გაფორმდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის იმ პროცესთან დაკავშირებით არც არაფერი თქმულა ირანზეც არც არაფერი თქმულა საქართველოზე ხო მით უფრო ახლა ბევრი მომხილველი ამბობს რომ ეს მეორე ხარისხოვანი საკითხია და იმიტომ და ასეც არის გასაკვირველი მაგრამ აი ტრამპს ხო შეეძლო გადაძახილი 3 საათიანი შეხვედრა ხალხო 1-3 წამი 7 წამი მაინც 7 წამით მაინც ეხსენებინა კავკასიის რეგიონი აი მე რას მივახციე აქ მაგრამ აი და რამდენად მნიშვნელოვანი როლი მეკუთვნის თუ მიმიძღვის ამ პროცესში ესე თქვა საბოლოო ჩვენ არ ვიცით 3 საათის განმავლობაში რა ითქვა მაგრამ რაც გახმიან და იქიდან გამომდინარე ვასკვნით რომ არაფერი თქმულა ტრამპის ერთი და მწველი სურვილია და ეს ხაზგასმით უნდა ვთქვა მე მეორეჯერ თუ მესამეჯერ მიწევს ამის თქმა რომ მან მიიღოს ნობელის პრემია რომელიც ოსლოს ნობელის კომიტეტი
მის გადასცემს ამა თუ იმ დარგში, ფიზიკაში, ქიმიაში, სხვა სფეროებში, სხვა დარგებში 10 დეკემბერს და 10 ოქტომბერს კი ორი თვით ადრე სრულდება ნომინანტთა დასახელება. ანუ ვინც უნდა ნომინირებულნი იქნებიან და ვინც იქნებიან ნომინირებულნი, მათგან შეირჩევა გამარჯვებული. ეხლა მე გეტყვით, რომ ასეთი ინფორმაციაც მაქვს, ხო? მოკლედ არ არის გამორიცხული, ასე ვიტყვი, რომ პრეზიდენტი ზელენსკი სხვები ხომ არიან ინიციატორები, რომ ტრამპი წარადგინონ ნობელის პრემიის ლაურეატად, ხო? მაძიებლად და პრეზიდენტი ზელენსკი შეიძლება გახდეს მათ შორის, იქცეს მათ შორის და სწორედ იმ ორშაბათის შეხვედრაზე, სადაც ის ტრამპს შეხვდება და კიდევ ერთხელ დაუსაბუთებს, რომ უკრაინის მიტოვება არ შეიძლება. ტრამპი მოცემულ ეტაპზე შემომწყრალია, რთული უკრაინაზე, მას გონია, რომ უკრაინა ნებისმიერი პირობა უნდა მიიღოს, მაგრამ ზელენსკი კარგად დაუსაბუთებს, რომ უკრაინას უჭირს რა საკვირველია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს ნებისმიერ რუსულ პირობას. საქართველოსთან მიმართებაში არ თქმულა არაფერი მეთქი და კავკასიის რეგიონთან მიმართებაში მეთქი, ეს კი ვთქვი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო არ არის თხის წესრიგში, კავკასიის რეგიონი არ არის თხის წესრიგში. მიუხედავად ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთმა შეგნებულად არ გაამახვილა ყურადღება კავკასიის რეგიონზე, იმიტომ რომ ის მოცემულ ეტაპზე, ანუ რუსეთი ფიქრობს, რომ ეს რეგიონი დაკარგა. თუმცა მე კვლავ იმაზრზე ვარ, რომ რუსეთი არამც და არამც მით უფრო ომის დროებით შეწყვეტის, ან სამუდამო შეწყვეტამდე შორი გზაა, კიდე დიდი გზაა და პოსტპუტინისტურ პერიოდში დასრულდება ომი, როგორც ასეთი ჩემი პროგნოზით. მოკლედ, ნებისმიერი შედეგით ომის და უკრაინაში ომის დასრულების შემთხვევაში რუსეთი მოიცლის და პაბედანოსნაია გამარჯვების, ანუ ძლევამოსილი გამარჯვების მიღწევას ის შეეცდება სადმე და სანამ ბალტიის სახელმწიფოებზე გაისეირნებს, ვერ გაისეირნებს, სანამ ეცდება პოლონეთში ჰიბრიდული ოპერაციების ჩატარებას და ეცდება, მაგრამ ვერ მოახერხებს, სანამ მით უფრო შუაგულ ევროპას გადასწოდება თავისი არაკონვენციური ომის ელემენტებით, ანუ ჰიბრიდული ომის არაკონვენციური ელემენტებით, მანამდე მისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება სწორედაც რომ კავკასიის რეგიონი და აქ ძალიან საინტერესო კითხვა უნდა დავსვა, რას აკეთებს ამასობაში ბიზინა ივანიშვილი. მე გითხარით, რომ ჩემი პროგნოზით, ჩემი მოსაზრებით ბიზინა ივანიშვილი საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. ერთის მხრივ მას ეშინია პოლონიუმის ჩაყრისა ჭიქაში რუსეთის მხრიდან, მაგრამ მეორეს მხრივ მას უკვე აქვს სიგნალები იმის თაობაზე, რომ მან უნდა დათმოს ძალაუფლება, უფრო ზუსტი რო ვიყოთ, მან უნდა ისევ გადასავლეთოს საქართველო, მაგრამ რამდენადაც მას წითელი ხაზები გადაკვეთილი აქვს, მას აღარავინ აღარ ენდობა, მეთქი ამის თქმა მინდა. ანუ არ ენდობიან, რომ ის თუ იმ შემთხვევაშიც კი თუ დაუბრუნდება საქართველოს და აბრუნებს საქართველოს დასავლურ გზაზე, ამ შემთხვევაშიც კი თანმიმდევრული იქნება. მით უფრო შეერთებული შტატებისთვის და კოლექტიური დასავლეთისთვის ძალიან საფრთხილო და საშიშია ამგვარი რამდენიმე ხნის წინ ორდუნდულა უწოდე, მაგრამ თუ გნებავთ არ ვიტყვი ამ სიტყვას, არ გავიმეორებ, ამგვარი ლიდერი, რომელსაც გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, საით მიხავს ქვეყანა რუსეთისკენ თუ დასავლეთისკენ. დიახ, ბევრი ჩვენგანი იტყვის, რომ რასაკვირველი რუსეთისკენ მიხავს კი არა, უკვე წაიყვანაო, მაგრამ დასავლეთ ჯერაც აქვს იმის იმედი, ჩაბღაუჭებული იმედი, რომ ბიზინა ივანიშვილს მოატრიალებს და ათმობინებს ცხადია ძალაუფლებას, აბა მას ვიღა ენდობა წითელ ხაზს გადალახულს, მაგრამ მაინც და დასავლეთი ვერ დაეყრდობა ბიზინა ივანიშვილის ხელში ვერ დატოვებს ამ ქვეყანას, იმიტომ რომ რუსეთმა კონვენციური ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში შეიძლება არიოს სამხრეთ კავკასიის მიმართულებით და არიოსში მოგულისხმება მაგალითად როგორ უნდა მოამარაგოს, აი როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მოამარაგოს მან გიუმრის სამხედრო ბაზა. სახმელეთო გზა არსებობს მხოლოდ და საჰაერო გზითაც კი ის ვერ მოამარაგებს გიუმრის სამხედრო საკუთარ ბაზას, ჯერ უნდა და გიუმრის ბაზა მას რუსეთს სასიცოცხლოდ სჭირდება, რომ არიოს სომხეთი, რომელსაც რამდენიმე გამოწვევა აქვს, ფაშინიანს რამდენიმე გამოწვევა ელის წინ. მას სჭირდება რუსეთს არ გამორიცხავს, უფრო ზუსტი რო ვიყო, არევას აზერბაიჯანში, დაღესტანსა და აზერბაიჯანს შორის, აი რუსეთის ფედერაციის სუბიექტ დაღესტანსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს სახმელეთო საზღვარი, სხვათა შორის ალიევი კიდე უფრო ამკაცებს ბოლო პერიოდია ტონს და ამბობს, რომ აზერბაიჯანს
არ აფრთხობს დასაკვირველი არანაირი სახმელეთო ოპერაცია დაღესტანიდან და სწორიც არის და ამბობს იმას, რომ ამ ტერიტორიაზე გარკვეული ტერიტორიები იყო ისტორიული აზერბაიჯანის ტერიტორია. ეს ამგვარ ისტორიულ წიაღშლებში ჩასვლის მომხრე მაინც და მაინც არა ვარ, მაგრამ რაღაცა პრაქტიკაში დამკვიდრა და პირველ ყოვლისა პუტინი აფრიალებს ამ ცრუ დოკუმენტებს, სხვა ლიდერებიც მას ხანდახან მიხვბაძავენ კი არა ამ ტაქტიკას იყენებენ ხოლმე. მე არ მგონია რუსეთმა დაიწყოს რაღაც სახმელეთო ოპერაცია დაღესტანიდან აზერბაიჯანისაკენ, მაგრამ ის კი მგონია, რომ შეიძლება რუსეთმა არიოს ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები, ისევე როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კი არა, ხო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორისაც, მაგრამ სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებიც და ასე შემდეგ სხვათა შორის აქვე ვიტყვი და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ ერთი რამ. რატომ ჩაიყვანეს ამაზე ვისაუბრებენ, მაგრამ რატომ ჩაიყვანეს სწორედაც რომ ყაველაშვილი აგენტია რუსეთისა, მაგრამ რატომ ჩაიყვანეს აგენტი ყაველაშვილი, აგენტი კობახიძის ნაცვლად ანკარაში, რა იყო ამის, რა საჭიროება იყო მით უმეტეს ასეთი პომპეზურად, აი ტრამპი არ დახვედრია ლამის პუტინს ისე, როგორც ერდოღანი დახვდა ყაველაშვილს. ვაი, რატომ? მე გეკითხვით რატომაც. იმიტომ რომ ერდოღანს ჰქონდა, ერდოღანს როგორც ამ რეგიონის თავარ მოთამაშეს. ხო, ისრაელთან ერთად ალბათ, მაგრამ ამ ფართო რეგიონის თავარ მოთამაშეს ისრაელთან ერთად, ირანის დასუსტების გათვალისწინებით. ერდოღანს ჰქონდა გზავნილი, რომელიც მას არ უნდა გადაეცა FSB-ს აგენტი კობახიძისათვის. და FSB-ს მერვე აგენტი, დასაკვირველი აგენტი, მაგრამ მე-12 აგენტი. ერთადერთი მისია რომ აქვს, რომ ბიზინა ივანიშვილს აბასთუმანში აუტანოს სიტყვა. იმ ყაველაშვილი, იმიტომ ის რაღაცა პირია, ხო? პირველი პირი არ არის, მაგრამ მე რამდენიღაც პირია ყაველაშვილი, სწორედ მას დაავალა მთავარი გზავნილი ერდოღანმა და ეს მთავარი გზავნილი არის ჩემი ინფორმაციითაც, ეს არის ერთიანი თავდაცვითი სისტემის შექმნა საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის პატრონობით. აი ამაზე უნდა წამოვიდეს ბიზინა ივანიშვილი ერდოღანის გააზრებით. და თუ არ წამოვა, აი ეს არის კითხვა, თუ შეეშინდება პოლონიუმისა, ამ შემთხვევაში ბრიდავენ, მაგრამ მე არ მიყვავს საკითხი იმისკენ რომ მაინც და მაინც ბრიდავენ, არ ბრიდავენ, მაინც და მაინც კი არა არ ბრიდავენ, მაგრამ აქ ჩვენ დიდი არეულობები გველოდება მეზობლებთანაც სავარაუდოდ და რუსების არევენ, რუსების ხელიც იქნება ამ ყველაფერში, მეზობლებთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან და ასე შემდეგ. ანუ რუსეთი ამას იჩალიჩებს, თუ საქართველოს არ გადაწკუპდება დასავლურ გემში საბოლოოდ, აი ამ ორ დუნდულა ისევ ამ სიტყვას ხმარო ბიზინა ივანიშვილს რუსეთი ჩაუტარებს კომბინაციას. მე კი მაქვს ინფორმაცია, რა სწორი სიტყვა ანალიზი იმასთან დაკავშირებით, ვის ამზადებს რუსეთი ბიზნეს ყველა ჯობია, მაგრამ ვინც შეიძლება იყოს მისი შემცვლელი, მაგრამ ამას ვერ ბეჯითებით ვერ ვიტყვი ამასთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე ენას კბილს დავაჭერ მოცემულ ეტაპზე. ისი თქმა მინდა ერთიანი თავდაცვის სისტემა, ერთიანი თავდაცვის საჰაერო სისტემა. ამას თავაზობდა და თავაზობს ერდოღანი ყაველაშვილს კი არა ბიზინა ივანიშვილის, ყაველაშვილის გავლით ბიზინა ივანიშვილს. წავა ბიზინა ივანიშვილი ვერ გეტყვით, მას იქნება და პოლონიუმისა უფრო ეშინია მერქი, იგასცდა ამასობაში 13 წუთსაც არათუ 10 წუთს ჩემი ვიდეო ბლოგი. კიდევ ერთი დეტალი და მნიშვნელოვანი დეტალი, აქ ბოლო პერიოდია თუ მიაქციეთ ყველგება, აგორდა დიდი კამპანია იმის თაობაზე, რომ თურქეთი ეს ხო დიდი ხნის წინანდელი კამპანიაა, თურქეთიც მტერია. თურქეთი რა არანაკლები მტერია, ვიდრე რუსეთი. აგე ერდოღანი, პრეზიდენტი ერდოღანი საუბრობს მესხეთელი თურქების დაბრუნებაზე, 100,000-ზე მეტის დაბრუნებაზეა საუბარი. როდიდან დაიწყო ეს ამბავი? ვინმეს გახსოვთ ახლა რომ აყვირდით და ახმამაღალდით? ეს ამბავი 80-იანი წლების შუა პერიოდიდან 80-იანი წლების მიწურულიდან დაიწყო, გამსახურდიას დროსაც აქტუალური იყო, შევარდნაძის დროსაც აქტუალური იყო და მიშას დროსაც აქტუალური იყო. და ერდოღანი თუ მისი წინამორბედები სულ მუდმივად ან ხშირად აყენებდნენ ამ საკითხს, მაგრამ გამსახურდიამაც კი, რომელმაც პრეზიდენტის თანამდებობაზე დაჰყო სულ რაღაც 6-7 თვე, შევარდნაძემ, რომელმაც სახელმწიფო მეთაურისა და პრეზიდენტის თანამდებობაზე დაჰყო 11 წელი და მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც დაჰყო 4-დან ვიდრე 13-მდე, ანუ 9 წელიწადი, როგორღაც აგვარებდნენ ამ პრობლემას. შევარდნაძემ თქვა მაგალითად ამგვარი რამ იყო 90-იან წლებში ნათქვამი, რომ ნათქვამი დემირელისთვის, რომ
ამაზე მნიშვნელოვანი საკითხებია ჩვენ სახელმწიფოებს შორის და მოდი ჯერ ისინი მოვაგვაროთ. მიხეილ სააკაშვილმა რაღაც საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა საქართველოს პარლამენტში და გადააგორა და ერდოღანთან დაალაგა ურთიერთობები და ერდოღანი ამ თემაზე ყურადღებას არ ამახვილებდა. ახლა რა ვერ დაალაგდა თურქეთთან ურთიერთობები? იმიტომ ხო არა რომ არა გარდა იმისა რომ ფსბ-შნიკები არიან, გარდა ამისა საქართველოსთან იმართებაში არაკომპეტენტური ტიპები არიან საგარეო უწყებაში, ასე მაგალითად ან მთავრობის ადმინისტრაციაში ან კანცელარიაში და ეს ტიპები აზრი არ არიან არაფრის და ამბობენ იმას, რასაც ამბობენ, ხო? ანუ ვერაფერს ვერ აკეთებენ თუ და ამიტომ ვერაფერს არ აკეთებენ ამ მიმართებითაც ამ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომაც ამოსწია ერდოღანმა ეს საკითხი, მაგრამ და აქ უცნაურეს ანალიზს შემოგთავაზებთ ჩემი მოსაზრებით. ეს ერდოღანს ჩვენ ყოველთვის წავიკითხოთ რაღაცა სიტყვის მიღმა, რაღაც ბევრი სიტყვა. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერდოღანმა ახლა ეს თემა ამოსწია, ნახეთ როგორ კონტექსტში, თუ თქვენ ეს არის ანალიზი სწორედ, არ შეასრულებთ იმ მოთხოვნებს ბიზინა, არ იქნება სწორი მოთამაშე, ადეკვატური მოთამაშე რეგიონის მასშტაბითაც ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ ერთად ამოგიწევთ ამ თემას თურქი მესხებისა, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში მიჩუმათებული ჰქონდა და ახლა უკვე აღარ მუშაობს სააკაშვილის მიერ ჩემთვის ერდოღანისთვის და ან შევარდაძის მიერ ჩემი წინამორბედებისთვის დალაგებული კომბინაციები. ახლა თქვენ დიდ ფასს გადაიხდით იმაში, რომ ამდენი ხნის განმავლობაში თქვენ არ აბრუნებდით მესხეთელ თურქებს, რაც არასწორი ტერმინია, მაგრამ ამაზე არ ვილაპარაკოთ ახლა, რომლებიც 1944 წელს იყვნენ გასახლებულნი შუა აზიაში. და ერდოღანს ის კი არ უნდა მაინც და მაინც რომ დაბრუნდნენ, არამედ უნდა რომ ეს თემა იყოს სავაჭრო თემა, სწორი სიტყვა არ ვიცი, ამით უბიძგოს, ამ თემის წამოწევით უბიძგოს ქართულ მხარეს, რომ ის იყოს ადეკვატური. ბიზნა ივანიშვილი ამას ვერ წაიკითხავს, მეთქი ასე შემიძლია, არა ვიცი თურქული, მაგრამ ესე შემიძლია ბუთხრა ერდოღანს ვერ წაიკითხავს, ყაველაშვილიც ვერ მიიტანს იმ თავარ მესიჯებს და ამ სიტყვასა და სიტყვას შორის თქმული დიდოსტატური დიპლომატიური სიტყვებისა არ ესმით, ამათ ესმით ძალის ენა, ამათ ესმით კვეთრი ენა, ამათ ესმით კაცრი ენა, ხისტი ენა. ბიზნა ივანიშვილს სხვა არაფერი ესმის, მეთქი ამის თქმა მინდა. ხო, მოკლედ ზელენსკი იქნება ვაშინგტონში. და ბიზნა ივანიშვილისთვის კი იცით ჭადრაკი გითამაშიათ. არსებობს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ტერმინი. ბიზნა ივანიშვილისთვის ახლა დგება, მაგალითად, არა იმენად საიტნოტის ნიშნავს, როცა დრო არ ყოფნის. რამდენადაც სუკცვანგის მომენტი, როდესაც ნებისმიერი, ახლა მე ავიღებ, მოდის ვიხდი ჩემი შვილის სათამაშო გასართობ ცხენით ნებისმიერი სვლა ან მეფით ნებისმიერი სვლა, უგოს მეფე არ აქვს, დედოფალი გვყავს მაგალითად, ხო? დედოფალით ნებისმიერი სვლა მისთვის იქნება წამგებიანი, მეფეს არა აქვს უფრო ზუსტი რომ ვიყო და ფლად ჭადრაკში რომ დავჭე არც ერთი სვლა, რომელსაც არ მოხვება შამათი. და ასე აშამათებენ ნელ-ნელა გაგიკვირდებათ და ბიზნა ივანიშვილს და ბიზნა ივანიშვილი რას მიქვია, აშამათებენ პუტინსაც და პუტინს რო მიხვება ან ჩახვება ბიზნა ივანიშვილი ეს კოჭებში ეტყობა, თუმცა ბოლოს შანს მას მაინც აძლევენ იქნება და გაადეკვატურდეს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია საერთოდ ფორმებს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, როგორ იცვლება ხელისუფლება და არავის სამყაროში ბიზნა ივანიშვილის შეცვლა ძალისმიერი გზით არ უნდა. თუ ვინმეს უნდა ძალისმიერი გზით შეცვლა საქართველოში ხელისუფლებისა, ეს რუსეთიც არ არის, გაგიკვირდებათ და ან რუსეთი ნაწილობრივ არის, ბიზნა ივანიშვილს უნდა ასე, თუ რევოლუცია ჯობს რომ დამამხონ და სისხლი დაიყვაროს, ასე ფიქრობს ბიზნა ივანიშვილი, რომ მერე გარკვეული პერიოდის შემდეგ სათქმელი ჰქონდეს მას თუ მის შთამომავლობას, რომ მე კანონიერი ხელისუფლება ვიყავი და deep state-მა დამამხო. ჩვენ არ ვაპირებთ ბიზნა ივანიშვილის დამხობას. ბიზნა ივანიშვილი ამ საჭადრაკო პარტიაში თავის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, ისევე როგორც ედუარდ შევარდნაძემ ითამაშა 2003 წლის ნოემბერში, როდესაც ასლანისკენ მიმავალ საგარეო საქმეთა მინისტრ ივანოვს დაეწია ინფორმაცია იმის თაობაზე,
რომ ბიზინას ეგრე იზავს, მაგრამ რომ ედუარდ შევარდნაძე, ანუ ასლანისკენ მიფრინავს ივანოვი, იქ უნდა მოელაპარაკოს ახალ არჩევნებზე, თვითფრინავშია თბილისი ბათუმის რეისზე და ამ დროს შევარდნაძე გამოდის კრწანისში, ივანოვი უკვე აღარ არის თბილისში და ის ამბობს, რომ ის გადადგა. არ იყო ეს რუსეთის სცენარი, არ უნდოდა რუსეთს ამის გაკეთება. უმალ არიგარეში არჩევნები აწყობდა რუსეთს, დროის მოგება, მაგრამ შევარდნაძემ დაასწრო და დიდოსტატური ითამაშა. არა, ივანიშვილი დიდოსტატურს ვერ ითამაშებს, ივანიშვილს ოსტატურად ათამაშებენ ადრე თუ გვიან. ეხლა ის მარიონეტია, რუსეთის მარიონეტი. პოლონიუმისა ეშინია და იმიტომ კი არა, მიტომ. ნახვამდის.